მეოთხე სახლი, მთვარე, კირჩხიბი, ჩვენთან ეს ერთი ენერგია არის, ეს ერთი სამეული არის, სახლი არის სფერო, მთვარე არის დედის ენერგია, პირდაპირ ქალების გვარი ჩვენთან და კირჩხიბი არის ეს ზოგადად კირჩხიბისთვის დამახასიათებელი თვისებები, ეს არის გრძნობელობა, ეს არის ემოციურობა, ეს არის სითბო, შინაგანი სიმყუდროვე და ამ შემდეგ. მეოთხე სახლი იღებს მთვარის ენერგიას. იღებს კირჩხიბის ენერგიას, მაგრამ თვითონ ეს არის უკვე სფერო. როცა ოთახში შევდივართ, სახლში შევდივართ, მაგალითად, ვყიულობთ ბინას, ან კარგავთ ბინას, აქ ირთვება მეოთხე სახლი. თუ არის ოჯახში დედასთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, აქ ირთვება მეოთხე სახლი. ეს არ არის ზოგადად კირჩხიბი და ეს არ არის მხოლოდ მთვარის ენერგია, ხო? ესე იგი, სახლები ჩვენთან მიანიშნებს პირდაპირ სფეროს, თუმცა მასში შედის კირჩხიბისთვის დამახასიათებელი თვისებები, მთვარისთვის დამახასიათებელი სიმყუდროვის და შინაგანი სამყაროს განცდა, ხო, ესე რომ ვთქვათ. მეოთხე სახლი ეს არის ჩვენი ფაქტიურად კარიბჭე, როგორ შემოვედით დედამიწაზე. პირველი სახლი თუ არის უშუალოდ დავიბადე, აი წამი, როცა მე დავიბადე. მეოთხე სახლი არის, როდის შემოვედი საერთოდ მატერიალურ სტრუქტურაში, მაგალითად მუცლადყოფნის პერიოდი ჩვენთან ასევე მეოთხე სახლი არის. როცა სული მატერიაში, სხეულში შემოვიდა. აი როცა ამბობენ ხოლმე ტრავმებზე, მაგალითად ფსიქოლოგიაში მუცლადყოფნის პერიოდში, აი აქ მეოთხე სახლს გულისხმობთ ჩვენ ყოველთვის. უფრო უკან რო წავიდეთ, მეოთხე სახლი, რომელი ნიშნით გვეწყება, კარმულ ასტროლოგიაში მიანიშნებს წინა ცხოვრებებს, რა გარემოში ცხოვრობდა ადამიანი, რა ენერგეტიკულ ველში იყო. მეოთხე სახლი ეს არის ყველაზე ქვედა, აი წრე რო წარმოიდგინოთ, ხო? პირველი სახლი აქეთ, მეშვიდე აქეთ, მეათე ზევით, რაც ჩანს და მეოთხე არის ყველაზე ქვევით, რომელიც არ ჩანს, რომელიც საიდუმლოა. არ გვეყვარს აქ ვინმე შეიხედოს. ეს არის ის სახლი, რომელიც არის საიდუმლოებებით სავსე, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი შინაგანი სამყარო, შინაგანი ჯავშანი და ეს არის ის შინაგანი ქვეცნობიერ დაფარული ინფორმაციები, რომელიც არავინ არ გვინდა ვნახოს. მეოთხე სახლი როგორც არის ასპექტირებული, რა პლანეტები არის მან, მიანიშნებს იმას, ადამიანს გაუბაზრდება ბჭყალებში თუ არა შინაგანი სამყარო. რამდენად ხედავენ მას მართლა როგორი არის, რამდენად ავლენს ამას. ხშირად როცა პლანეტები არის აქტიურად მეოთხე სახლში, ჩვენ შეგვიძლია ადამიანის შინაგან ემოციურ სამყაროს შევეხოთ, ის ავლენს, მისთვის ის ფოკუსში არის, ხო, პლანეტები მეოთხე სახლში, ამას ნიშნავს, რომ მისთვის ფოკუსში არის მისი შინაგანი სამყარო. აი მართლა შიგნით როგორი ვართ. აი ეს არის მეოთხე სახლი.